დარისპანის გასაჭირის თანამედროვე ინტერპრეტაცია ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. დასმა 147 სეზონი დავით კლდიაშვილის ნაწარმოების ახლებული პრემიერით გახსნა. რეჟისორმა გიორგი კაშიამ ძველი და ახალი თაობის მსახიობებს ქართული თეატრის სცენაზე არაერთხელ დადგმული სცენარის სხვაგვარი ხედვა შესთავაზა. კარგად ნაცნობ მსახიობებთან ერთად დარისპანის გასაჭირის ემოცია მაყურებლამდე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიტანეს. იმისამდე ბათუმის დრამატულ თეატრში 7 პრემიერაა დაგეგმილი. ფარდის გახსნამდე სხვა მოლოდინია. მაყურებელი დარისპანის გასაჭირის სანახავად ემზადება. თუმცა სცენაზე მოულოდნელად თანამედროვე ფეხსაცმელების მაღაზია ჩნდება. პერსონაჟების სახელები უცვლელია, მაგრამ მართა, პელაგია, დარისპანი და სხვები ჩვენი დროის ადამიანები არიან. დრო იცვლება, პრობლემა კი ისევ აქტუალურია. სწორედ ამაშია კლასიკის ხიბლიც. ამიტომ გადაწყვიტა ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი კაშიამ ბათუმის დრამატული თეატრის 147 სეზონი სწორედ ქართული კლასიკით გაეხსნა. თუმცა იმგვარი ინტერპრეტაციით, რომ ქართულ სცენაზე უამრავჯერ დადგმულ დარისპანის გასაჭირს მაყურებელში სულ სხვა ემოცია აღეძრა. ეს პიესაც რა თქმა უნდა ჩემთვის საინტერესო იყო და არ მქონდა გაკეთებული არასდროს. აქედან გამომდინარე შევთანხმდით ამაზე, რომ გავაკეთებდით დარისპანის გასაჭირს. რაც შეეხება ინტერპრეტაციას და ლოკაციურ ცვლას, ვფიქრობ ესეც საინტერესოა. ბევრი ვერსია არსებობს უკვე და ალბათ ერთი ეს ვერსიაც შეემატება იმ ბევრ ვერსიას. თითქმის უცვლელია კლდიაშვილისეული სცენარიც, თუ არ ჩავთვლით მსახიობების მოულოდნელ რეპლიკებს მაყურებელთან, რომლითაც ახსენებენ, რომ ეს სპექტაკლია, თუმცა ამგვარი კონტაქტით წარმოდგენის ნაწილი ხდება. დრამატულ განწყობებს იუმორი ენაცვლება. შესაბამისად, დარბაზის სიჩუმესაც შიგადაშიგ მაყურებლის სიცილი არღვევს. მე ყოველთვის მიყვარს ნოვატორობა და ვარ ყოველთვის მომხრე ამისი და ახალგაზრდების, რომელიც ფიქრობენ და არ შეიძლება ძველი იმითი, რომ უშუალოდ კაროჟდამი ქოლგით იაროს არ რაღაცა ყოველთვის უნდა იყოს ცოტა გასაკვირი იყო ჩემთვის თავიდან რომ მაღაზიაში ხდება ფეხსაცმლის მაღაზიაში, მაგრამ იმდენად მოერგო ეს და იმდენად აიღო ალღო ამ ყველაფერმა, რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გახდა მაყურებლისთვის. რაც თავარია მაყურებელმა მიიღო იმდენად კარგად, ისე სწორად, ისე გადასარევად, რომ ის რეაქციები ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. მე საერთოდ მიყვარს როცა ერთ პერსონაჟს თამაშობ, მიყვარს როცა თვითონ პერსონაჟში რამდენიმე პერსონაჟია და ეს ძალიან რთულიც არის და ამავე დროს ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ამ ერთ სხეულში იყო ტრაგიკული ადამიანი, იყო მოძალადე, მაგრამ მოძალადეები ხშირად მსხვერპლი ხო ჩემი შვილია ნატალია პელაგიაშვილი, მაგრამ მეც მსხვერპლი ვარ, იმიტომ რომ მეც იმ გარემოდან მოვდივარ და აქედან გამომდინარე ამ ჩემმა ჩვევებმა ჩემი შვილიც ჩემს მსხვერპლად გახადა. სპექტაკლი ძველი და ახალი თაობის მსახიობების სინთეზია. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოდგენაში შედარებით გამოცდილ და უკვე დიდი გამოცდილების მქონე მსახიობებსაც იხილავთ. ესეც ერთგვარი უწყვეტი ჯაჭვის მაგალითია. 43 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბათუმის სცენაზე ბრუნდება მსახიობი ზურაბ შალიკაძე. იგი მაყურებელმა გაიცნო ფილმიდან პირველი მერცხალი. ამჯერად კი დარისპანის გასაჭირში ონისიმეს როლს ასრულებს. აგერ შემიკედლეს კიდევაც ბატონმა ნოდარმა ძიძიგურმა და ბატონმა ავთომეს ამათი საგრიმიორო იყო ხო და აქ ასე მიმიღეს ამდენი ხნის მერე და ამ ახალგაზრდებს ამ ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, რომელიც მართლა დამხვდა და გასაოცარი თაობა მოვიდა, მე მინდა რომ ღმერთს ვთხოვ, რომ მე ხელი არ შეუშალო, მე უბრალოდ მე ჯერ აი ამას ვიტყვი, რომ არ შეუშალო ხელი აი ამ პროცესში და ამ შემოქმედებაში. 147 სეზონი ბათუმის დრამატულ თეატრში აშლაგით იხსნება. თუმცა ეს პირველი სეზონია თეატრის ახალი დირექტორისთვის. კოტე მჟავია ამბობს, რომ მისთვის მთავარი მიზანი და გამოწვევა ნებისმიერი რიგითი სპექტაკლისა თუ პრემიერის დროს მაყურებლით სავსე დარბაზი იქნება. თვის ბოლოს მეორე პრემიერას ველოდებით, თებერვლის დასაწყისში მესამე პრემიერას ველოდებით, მეოთხე პრემიერას ველოდებით უკვე თებერვლის ბოლოს და კიდევ ორ პრემიერაზე უკვე შეთანხმებულია რა სპექტაკლები იქნება, თარიღები არ ვიცით, ოღონდ მოკლედ ივლისის ბოლომდე, სეზონის დახურვის ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იანვარში ხსნით თეატრალურ სეზონს, ჩვენ დაახლოებით არა ზუსტად 7 პრემიერას შევთავაზებთ ბათუმის მაყურებელს და არა მარტო ბათუმის მაყურებელს.
157 თეატრალური სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი სეზონი იქნება. ივნისამდე ბათუმის დრამატულ თეატრში 7 პრემიერაა დაგეგმილი.